მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთი მშვენიერი დღე ფერეიდანიდან, ვინც წინა ვიდეოს უყურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონა, ძალიან საინტერესო იყო. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, მანქანა გაივლის და მერე გაგაცნობ. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ძალიან საინტერესო რაღაცეები გველოდება წინ, იმიტომ რომ დღეს ვაპირებ მოვინახულო რამოდენიმე ქართული სოფელი და მერე უკვე გავაგრძელებ გზას ირანის კიდევ უფრო შუაგულში სხვა ქალაქებისკენ და მოკლედ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ამ ვიდეოს დალაიქება, რა თქმა უნდა კომენტარების დაწერა. შეგახსენებთ, რომ ამ მოგზაურობის მთავარი სპონსორი არის კომპანია Maxwin, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. გამარჯობა. როგორ ახარ? კენას ხარ. როგორ ხარ? არა მისოს მადლობა. თქვენ როგორ ხართ? გერხარ. აბა თუ გამოიცნობთ მეგობრებო, ეხლა რომელ სოფელში ვიმყოფები? შემოსასვლელში ეწერა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელ სიბაქში, მაგრამ ქართველები აქაურობას ეძახიან ვაშლოვანს და ამ სოფელშიც ძირითადად ცხოვრობენ ქართველები. თქვენც ერთ-ერთი ამ სოფლის მაცხოვრებელი ხართ. რა საქმიანობთ აქ? რითი ხართ დაკავებული? ჩვენაც იქ დუქანი გქართ. ბეგრობაუთ და ელის დუქანი ჩემი ასეთ ნუმბაირი. პურსა გრავს. ორი. ეს მეპურე ჩემამიდას შვილთა შვილია. აჰა. გამო მეპურე გამ. მეპურე ეს მეპურე ესეც სუპერმარკეტია. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? კარგად. აი ხარ. ხართ. მადლობა. ზიგთ. გაიასეთ მიყელინა. დაიასო, კედიან გინდა, გიდიმაც მოჯადდა. შავალ ყუაია პურია, ხო? და ბალიშიც ხო იცნობელია. პურია მოსასაგეთ გძელი. ჰა, ისი უფრო გძელი იყო, როგორც საქართველოს ის შოთები, ხო. და ახლა იშვიათად არიან რო. კახეთში ეძახიან დედასპური. ხოჭო. დედასპური, ჰა. აი ეს არის მეგობრებო თვითონ საცხობი. ამაზე ტალახი ეს იმიდი კინარი ტალახი ეს კინის თონეა კინი კენის. ანუ ამაზე ეკრობა და ტრიალებს ცხვრებს. ჩამოვედით და ეს არის კიდევ ერთი პატარა ქართული სოფელი, რომელსაც ქვია ჯაყ-ჯაყი და მთელი გზა მაგას ვამბობ, რომ ამ სახელს მარტო კახელი კაცი თუ მოიფიქრებდა რა, რომ ცუდი გზა არის და დაარქვეს სოფელს ჯაყ-ჯაყი. აქაც როგორც ვაშლოვანშიც და ფერეიდანშიც ძირითადად ქართველები ცხოვრობენ. აქაც შემორჩენილი არის ქართული ენაც, ტრადიციების ყველაფერი მოკლედ და რაც აი ძალიან სასიამოვნო არის, როგორც კი გებულობენ, რომ საქართველოდან ხარ ჩამოსული, აი ყველა ცდილობს, რომ პატივი ქცეს, რაღაცა გაჩუქოს, გამოგელაპარაკოს და ძალიან დიდი სიყვარული არის და პატივისცემა არის და იგრძნობა ყველა ფეხის ნაბიჯზე. და აი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაც არის, აი ეს ქართველები, ვინც მაშინ აქ ჩამოასახლეს, თავის დროზე იძულებით პირველები, ვინც აქ ჩამოვიდნენ, აი წარმოიდგინეთ, რომ როგორ ცდილობდნენ, რომ აქ პატარა საქართველო მოეწყოთ თავისთვის, რომ სოფლებსაც კი ქართულ სახელებს არ ქმევდნენ რა. ეხლა გასაგებია, რომ რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო და რაღაცეების გამო ქართულ სახელებს არავინ აღარ აწერს ეხლა სახე შემოსასვლელ აბრაზე და მოკლედ ძალიან რთული არის ეს ყველაფერი რა, აქ და ძალიან ებრძვიან თვითონ ირანელები და მთავრობამ აქ ყველაფერს რა, მაგრამ თვითონ ქართველები მაინც ამ ძველ სახელებს და ქართულ სახელებს ეძახიან ამ სოფლებს. აი ესე გამოიყურება ჯაყ-ჯაყის ქუჩები და აქ არის ძალიან ბევრი ძველი სახლი შემორჩენილი, როგორც ჩვენთან შენდებოდა ქვით, ძველი სახლები ჩვენთანაც ბევრი არის შემორჩენილი, მათ შორის კახეთშიც. აქაც აი ძალიან ბევრი არის ეგეთი სახლი. აი ესეთი ძველი სახლები არის სოფელ ჯაყ-ჯაყში.
გამარჯობა. სალამათი, ხუბი, სალამათი ინშაალლა. ქართულად მაიკითხე. ელეს ქართულს როელ ეკითხე? იცით ქართული? აი, ცოტა ვიცი. ნამახართ ალჰამდულილა. მადლობა, მე როგორ ახარ? გორჯესანსა. მე თბილისიდან ვარ. თეფლისის. თეფლისი. კი. თეფლისი. ჩამოვედი რომ გავიცნო ფერეიდნელი ქართველები. ბალე. და დიდი მოკითხვა გადავწე საქართველოსთან. ირანის ანკარი. ჩვენთან ირანელი. ირანელი თბილისში თქვენთან აა, კი, ბევრი ირანელია. კი. კი. ჩამოდიან ბევრი დასასვენად. კი. რა საქმიანობს? რა საქმიანობთ აქ? გლეხიო. ძროხა, კატამე. ფურები ყავყე და მე რა ყავყეო? ბალე, ფური, ბილიტყი, ჰა. ფური ხო იცი? ძროხა. ძროხა არის ფური. ფური, ფური ძველი სიტყვაერია. ესეც სოფელი ჯაყჯაყი და დავიძარით ახლა კიდე ერთი პატარა ქართული სოფლისკენ. საკმაოდ ახლოს არის რა, დიდი მანძილი არ არის გასავლები ხო როგორც ვთქვათ. ახლოს არის ეს ქართული სოფლები. ჩამოვედით მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთი პატარა ქართული სოფელი და გაგიკვირდებათ და ამ სოფელს ქვია ჩუღურეთი. აქაც ისევე როგორც მიმდებარე სოფლებში და თვითონ ქალაქ ფერეიდანში, აქაც უმეტესობა ქართველი ცხოვრობს და ესეთი ლამაზი პატარა სოფელი არის. შევეცდები აქაც კარგად დაგათვალიერებინოთ ახლა პატარა სოფელი ჩუღურეთი და ადგილობრივებსაც გამოველაპარაკო. დიდი თოვლია, ხო? თოვლობარი. თქვენ როგორ ხართ? რა საქმიანობთ აქ? მე ვიყავ. მოალემი ვიყავ. ვაზდიჩასტი ვარ. აი ხარ, თქვენ რა გქვიათ სახელი? სახელი? მე აჯ რაჰმათულლა მოყადასი. ქართველი ხართ? ქართველი ვარ, მა. ბევრი არიან ქართველები კიდე. საიტყი როს მოსულ ხარ? ეხლა მოვედით აგერ ბიჭებთან ერთად ვარ მარტო არა. შენ მარტო ხარ ქართველებს აყე? არა, ქართველები არიან ესენიც. არიან. კი. მეხმარებიან ვიდეოს გადაღებას. შენ ბიჭები თანკაც არიან. ხო. ქართველები ძალიან შენ საქმე რა არიან ხა? საქართველოსდან ჩამოვედი რომ მოვიკითხო აქაურობა, როგორ ცხოვრობენ აქ ქართველები, რა საქმიანობენ. საქართველოსდან დიდი მოკითხვა გადმოგცეს ქართველებმა და ესე რა ვიცი. ამიტომ ვარ ჩამოსული. გენაცლო. შეგიძლიათ თქვენც მოიკითხოთ ქართველები აქედან საქართველოში. ეხლა წავალ მოიკითხავ ყი. შეგიძლიათ გადასცეთ. ერთ მაგალი მარჯოს ყი. გაიხარეთ. ყველაფერი არის აქეთ ის პროდუქტი. მანები. რა ღირს ეს ბოტასი რა ღირს? ეს 400 თუმან. ხო, ახლა ლარი ახლა ჩვენ ფულზე არის 25. 25 ლარი. არა. მეგობრებო, 13 ლარი ღირს ეს ბოტასი რა. ადიდასიც აწერია რომ შვენიერი ბოტასია რა. 13 ლარად ამაზე მე. რა 13 ლარია მასალა ხორ დაიხარჯა რაღაცაზე 13 ლარზე მეტი როგორ არ გამოვიდა ამის დროს. ფული თქვენ ფულზე რადგან გაუფასურებულია ხო მაგრამ 1 ლარი საქართველოს 1 ლარი აქ ნამახარ ვიტყვიან ნიშნავს კარგად ხარ. ნამა კარგის ნიშნავს. აჰა. ანუ კარგად ვარ ნიშნავს თუ კარგად ხარ. ნამახარ კარგად ხარ. ნამა ვარ კარგად ვარ. ნამა ვარ ნამა ხარ. ეხლა შენ
ეხლა რომ მოდიან ანკა ქართველები არ არიან. გავრაბრუნი აყი. რავალა. ზოგი ადამიანი მოა ლაპარაკს დაისწავლის მაგალითად ჩუღურეთს ჩვენ მარტყოფში და უცხოელია ხო და ნაგევია ადამიანია და გარდმოვა საქართველოს იტყვის მე ქართველი ვარო ფერედნერ ქართველი ვარო და ცუდი საქმებს გააკეთებს ისპანეთში და ნაჯაფაბადში ქართველებზე ძალიან დარწმუნებულებია და შახვალ მაღაზიაში ფული არა გაქვს გაიგოს ქართველი ხარ იტყვის წაიღე ყველაფერი წაიღე როდესაც გაქვს მაგრამ ზოგიც შედის და ამბობს მე ქართველი ვარო წავა რამეს გამართობს ქართული არ არის წავა რამეს გამართობს წავა აღარ წავთ იტყუებიან ესე ესეც ერთ-ერთი ჩუღურეთელის სახლი და სამშობლო არის სადაც გული ბედნიერია სად არის გული ბედნიერი სამშობლოში არ არის თვითონ სახლში ახლა თვითონ ეგ არის ვიცი თავისთან დაილაპარაკე აი ესე მეგობრებო ეს არის სოფელი ჩუღურეთი კიდე არის ბევრი პატარა სოფელი ქართული სახელებით მაგრამ სამწუხაროდ ახლა დღეს ყველას ვერ მოვინახულებთ და თან დღეს სხვა ქალაქში მივდივარ ქალაქი შირაზი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი არის ირანში აი ესეთი ძველებური ქვის სახლები არის ჯერ კიდე შემორჩენილი ეხლა ჩამოვედით ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ქვია თორელი, ახლოს არის ფერეიდანთან და ამ ქალაქში უკვე ცხოვრობენ ქართველებიც და თურქებიც. მოკლედ მეგობრებო, გადაწყდა რომ დღეს ვეღარ წავალ ქალაქში შირაზში, იმიტომ რომ დღეს ავტობუსები არ არის. დღეს დავრჩები ისევ ფერეიდანში ქართველებთან და კიდე ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს მოვინახულებ და საინტერესო ისტორიებს მოვისმენ ქართველებისგან, ასე რომ საინტერესო დღე გველოდება. ეხლა რამეს შევჭამთ და მე უკვე გავაგრძელებთ გზას. აი ესეთ ადგილზე შემოვედით მეგობრებო და აქ დავაგემოვნებთ ახლა ტრადიციულ ირანულ საჭმელს. პირველი რაც მოიტანეს არის აი ეს წვნიანი, რომელიც გემრიელად გამოიყურება და ახლა ამას დავაგემოვნებთ. ეს ჩავყარო ესე. მასინჯი ერთი. რაი? აი. რა ქვია? რა არის უნდა? სომახა. სომახა. რაც ეძახით კი? თოთო. არ ვიცი, მე არ გამესინჯავს აქ. აი საქართველოში არის თუ არა? არ ვიცი. ემრიელი. აი. რეები არის ამაში? ეს მაკარონი არის? ისე კი არის, მაკარონი არის, ხორბალი არის. მე მგონია ქერიც არის ცოტა. კიდე მოიტანეს რაღაცები განახეთ ახლა. აი ესე ამდენი რაღაცები მოიტანეს. აბა პირველი გავსინჯოთ კორმა. ლობიო არის ერთი ნაცნობი ინგრედიენტი რაც არის. აია გემრიელი. ამას რა ქვია? როგორ? ამას რა ქვია? ყეიმი. 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 აბასაბრიკი ავსინჯოთ ყეიმი. ამას უფრო ქართული გემოა. აი ჩაშუშული რო არის ჩვენთან თუ გაქვს ნაჭამი. ქართული საჭმელი ჩაშუშული იმას გავს რა. არ მიჭამე. ხო. შეიჭამე. შევჩემ ხოლე არ ვიცავი ხო. არ მახსოვს. კაბაბი რა თქმა უნდა გემრიელი იქნება ეხა ირანში. მე რა მოვჭამეთ კაბაბი. ეს ვიყავ თეირანში და ძალიან გემრიელი იქნება. ფერას კარგი თავავია. კაცი ბატონი ამადი. თორელის ქართველია და ძალიან აქტიურად მუშაობს ქართველობაში და თორელს თუ არ ახვამდეს ეს კაცი არაფერი არ წავაწყდა.
ძალიან სასიამოვნოა. აქაც ბევრი ქართველები ცხოვრობენ, ხო? თორელში. ჩვენი რაიონი ხოლმე თორელ ბოინი არის, აფუსი არის, ახჭარი დაშკესანემ რაიონში. ქართული ყველა მიცის, ხო? ეხა აქ არა, ახლა ბატონ აჰმადი აგიხსნის. თორელი არის, ახჭარი, აფუსი არის, ბოინი არის. ესე სოფლებია რომ კიდევ ამ ბოინიანდაშტის ამ რაიონის სოფლებია და ქართველები ცხოვრობენში. ბევრი მაიცის ქართული. ან კითხავ. ქართული ბევრი მაიცის? ხო, ადრე გამარჯობა. ვასტუკინ ნოდეს დაადარა. გამარჯობა. როგორ ხარ? მადლობა, როგორ ხარ? აქ რა საქმიანობ თქვენ? მეც მუშა კაცი ვიყავ ადრე ქარხანას, ქვას ქარხანაში მუშაობდი და დღევანდლამდე. პენსი გახდა და პენსი გავდა. ნორმალური საქმე არ გქონდა რომ წორი სამსახური გქონდეს და რაღაც რომ გავატარეთ ცხოვრებაში ეს დღევანდე ეს დღე ვიღა. პენსია რამდენი არის? $200-დან იწყება და ზემოთ თუ მაქსიმუმ 12 მილიონი ირანის ფულზე. 12. შენ რამდენ საერთო? როგორ მოგეწონათ საქართველო? პირველ ჯერზე ბატონ სახკითხე როგორც ადამიანს საერთო პირველ ჯერზე ადამიანს უხარო და სიხარულით აი მეც ამ ჯერზე რო ჟურნალისტმა როგორც გამკითხა მეთქეს რომ როგორც დღევანდლამდე სიზმარში იყო სიზმარში გარო პატარა ვიყავ სიზმარში გუხარო და რომ ერთი დღეს საქართველოს ვნახოთ და ამ დღეს რომ ძალიან გუხარო და აი რაღაც რომ გამზირჩი რა დავდივოდით მისაც ავნახეს პირველ ჯერზე მე რაღაცები ცოტა ვერ ჩავიწერე და ვერ გავაკეთე და მეორე ჯერზე რომ ჩავერ კიდე დავგეგმე სახსაყე რომ ფეხი გავდგი და სახში რომ კიდე ფეხი შემოვდგი რაღაც რომ ეს რომ დროები იყო რა საათი სადაც რო ვიყავ მე წიგნში ჩავიწერე. აი ესეთი პატარა ქალაქია კიდე ერთი მეგობრებო, სადაც ასევე ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და აგერ სტუმრად ვიყავით კიდე ერთ ქართველთან, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, როგორც აღმოჩნდა, რომ ეს ქართული ენა და დამწერლობა არ დაიკარგოს აქ და ახალმა თაობამ ისწავლოს და ძალიან ბევრი წიგნები გამომატანა. მართალია მე ყველაფერს ვერ ვგებულობ ამ წიგნებიდან, იმიტომ რომ ბევრი სპარსულად წერია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს ადამიანები აკეთებენ აი სრულიად უსასყიდლოდ ამ ყველაფერში. საერთოდ არავინ არაფერს არ უხდის, აი ეს არის ყველაზე მთავარი და ამას აკეთებენ მარტო იმიტომ რომ საქართველოს უყვართ, ქართული ენა უყვართ და ამ თავის ტრადიციებს და თავის წინაპრებს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ეს ძალიან დასაფასებელია. ესეთი პატარა სახლები არის. ეს სახლზე დიდი ჭიშკარი აქვს შესასვლელი. ფანტესემ თას კალთაზე ქართველებმა და ეხლა დღეს შენთი ნახე სოფელმა გაიზარდა. ადრე პატარა სოფელი იყო ყველა კუთხეზე. პატარა სახლები ქონდათ აქ. პატარა რაღაც რო ქვას სახლები იყო რაღაც რო უჭრეტავ შენთი ნახე. და ეხლა დღეს ქალაქი შეიქმნა სოფელმა გაიზარდა. რაღაც ადრე იყო ქარვანსარას ქუჩა, რაღაც რო ადრე მაჰმუდ აფყანმა რო ომი დაიწყო და ირანში ეკა ქართველი ბევრი ქართველი დაიღუპა. შვილებმა არ მოაფრთხილდეს და დაექცა. ეხლა დაგათვალიერებინებთ ეზოებს და სახლებს როგორ ცხოვრობენ და როგორ ცხოვრობდნენ აქ ადრე. აი ესეთი ეზოები არის. რაღაც რომ მე ყვანდა ძაღლები არის ხო? ბევრი სტუმრები როგორც რომ მინ ჩამოსულა ძველი ქართული დისახლი. კი ბატონო. დისახლი ესები რაღაც. აი ესეთი ძველი სახლები არის შემორჩენილი ჯერ კიდე. ესები ყველა ძველი სახლები. ამ ადგილს ერქვა მეიდანი. ეს ადგილი მეიდანი იყო და ქართველებმა რო ააშენეს მეჩეთი და ქრისტიანობის ყრო დაბრუნდეს და მაჰამადიანობაზე დაიწყეს. ეგ იყო დიდი მეჩეთი და სამწუხაროდ გზა რო გააჩინეს მეჩეთი აიკრიფა. ეს და დღეს ჩვენ წანსიც აბონო, ძველი აბონო.
და აქ ეხლა ეს ძველი სახლები რაც არის, სულ ქართველები ცხოვრობენ. ყველა ქართველი. სადაც დღეს ეხლა ჩვენა ვართ ადრე პირველ ჯერზე რო. თავიდან ქართველები ხო ისპანეთში დასახლდნენ და ისპანეთიდან რო გადმოვიდნენ, პირველად აქ დასახლდნენ ისპანეთის მერე. ისპანეთის მერე კიდევ ამოიდეს პირველ ჯერზე რო ჩამოიდეს ფერეიდანში, აი ამ კუთხეზე ეს არის საყეინოს რუვი. ხო. ამ რუვის თავზე სახლები ააშენეს. არა, რამე თუ არის რისი თქმაც გინდათ ქართველებისთვის რომ გადასცეთ. ჩამოვიდნენ ან რავი მოკითხვა. ჩვენ დიდი სიხარულია, ვინც უნდადეს ჩამოიდეს ფერეიდანში, ჩვენ ვართ ყველა ქართველების მასპინძელი, სადაც რო უნდადეს წავიყვანთ. ნუ ნერვიულობენ, შიში არ არის. ჩამოიდნენ, ჩვენს გუხარიან. აი ხარ. მადლობა, დიდი სიყვარულით გარდაიცით ჩვენგნით მოკითხვა საქართველოს ხალხსა. საქართველოდანაც ძალიან ბევრმა დიდი სიყვარულით მოგიკითხათ ყველა. მადლობა, გარდაიცით ჩვენგნაც გარდაიცით მოკითხვა. დაიხარეთ. დაგიბრუნდით კიდე ერთი საინტერესო ადგილით, ჩემს უკან მთას რო ხედავთ, ამ მთას ქვია ციხემთა და ფერეიდნელი ქართველების ისტორიაში ამ მთას უჭირავს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი და მე კი ვიცი უკვე ასე თუ ისე ამ ადგილის ისტორია, მაგრამ თქვენ ჩემზე უკეთესად ბატონი ლადო მოგიყვება და უკეთესად გაგაგებინებთ და მოგიყვებათ ამ ადგილის შესახებ ისტორიას. 230 წელს წინ ქარიმ-ხანის ჯარი შემოვიდა ფერეიდანში და ის მიდიოდა საბრძოლოდ ბახტიარიებთან და ქართველებს თხოვა სურსათი. ქართველებმა თავი არ მოხარეს. უთხრეს რომ არ შეიძლებაო და იქ მივიდეს იმ თაში რომ ციხემთა ჰქვია, იმიტომ რომ ციხეს რო ეგავთ და ციხეს სიმაგრეების არის გაკეთებული ქართველებისა. დიახ, ნანგრევები არის და ქართველები მარტო კი არ იყვნენ, მხოლოდ შეერთეს სომეხებმა წამოვიდნენ ქართველებთან შეერთდნენ და ერთად ავიდნენ ამ თაში. და მე მგონია ის რაღაც რო ვიცით 60 დღეს გაიძნელა ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა ამ ქარიმ-ხანის მიერ და მისი ჯარისკაცების მიერ და ეს ძალიან ფერეიდნელ ქართველებისთვის არის მნიშვნელოვანი ადგილი და ძალიან პატივსაცემთ და ყოველ წელს მაისში ერთი დღე დანიშნული არის რომ ქართველები, ფერეიდნელი ქართველები ოჯახურად ავალთიქ და სახსოვარად სანთელს ვანთებთ და სიმღერებს უმღერით და ეს არის ერთი ისტორიული მთა ჩვენ ფერეიდნში. მეგობრებო, ეხლა ამოვედით ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე კიდე, ვინც პირველ ნაწილს უყურეთ, გეცოდინებათ ამ ადგილის შესახებ, მაშინ ვერ ამოვედით, იმიტომ რომ თოვდა და ეხლა მოვემზადეთ აქედან ხედები უნდა განნახოთ. აი ეს არის მთელი ფერეიდანი, მეგობრებო, ჩემს უკან რასაც ხედავთ, აი ეს არის ფერეიდანი. და ჩვენ ამოვედით ეხლა თათაშულის გორაზე, საიდანაც აი ეს სილამაზე იშლება ჩემს უკან. აი მეგობრებო, ნახეთ, დამაკვირვეს ეხლა ფერეიდნელებმა, რომ საქართველოს რუკას გავს და ნახეთ აფხაზეთი. აი ეს ცენტრალური საქართველო აქეთ და აქეთ აღმოსავლეთი საქართველო. კახეთი. რა სიტყვით აბა გავს საქართველოს? დაწერეთ კომენტარებში. აქედან როცა შემოესწრნენ ავღანელები აქაურობას, აი ამ მთაზე აფარებდნენ თავს ქართველები და თავს იცავდნენ. აქ ადრე ციხესიმაგრე იყო, დიდი კედლები იყო და ეხლა უკვე ნანგრევები არის მარტო. აი ხედავთ ნანგრევებს, ეს არის დღეს დარჩენილი. დავბრუნდით მეგობრებო სახლში, მოკლედ მოვიარეთ დღეს მთელი ქართული სოფლები ყველაფერი და
ეხლა უნდა გაგაცნოთ ქართველი მაგარი ვაჟკაცი ბიჭი ნიკო. ეს ეთქვია აბა ქართველებს. გამარჯობა, მე ნიკო ვარ. და ჩემ ემეს მე ნიკო სეფიაშვილი ვარ. მე მამა ქართული არ ვიცი, გაზაფხულზე ყარარია ჩემ მამა ქართული მაწავს. სწავლობ ნელ-ნელა ეხლა ქართულს და ნელ-ნელა უკეთესად გეცოდინება. მთავარია რომ სწავლო. ჰა, ბატ, მესაც რა გავდიდები, მინდა წაიდე საქართველოს. გაიხარ. ჩვენც გელოდებით საქართველოში და მალე ჩამოდი. ჩამოხვალ მალე. ჰა, მალე ჩამოვალ. მაგარი ბიჭი ხარ. მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო ამითი დავასრულოთ. ხოლო ხვალდილიდან უკვე წავალთ ქალაქ შირაზში და იქიდან გავაგრძელებთ ირანის დათვალიერებას. დილამშვიდობის მეგობრებო, კიდე ერთი დღე ფერეიდნიდან და ესაა ჩემი ბოლო დღე ფერეიდანში, ეხლა ველოდები მანქანას და წავალთ დავბრუნდები ქალაქ ისპაანში, საიდანაც უკვე გავაგრძელებ მოგზაურობას შირაზის მიმართულებით. მოკლედ ორი სიტყვით გეტყვით ეხლა აქაურობის შესახებ. მე საბოლოოდ რა თქმა უნდა ბოლოს შევაფასებ თლიან მოგზაურობას, მაგრამ ეხლა ვიჯექით აქ საუბრობდით და მე აღვნიშნე უпростоრად გუშინეგ რომ ერთი გინება არ გამიგია მართლა რაც აქ ჩამოსული ვარ და ერთი რაღაც ისეთი სიტყვა არ გამიგია და აი ამაზე ლაპარაკობდით რომ დღემდე ესეთი გინება ან რაღაცა ცუდი სიტყვის თქმა აქ ძალიან მიუღებელია მოკლედ ქართველებში და არ ვიცი შესაშური არის ალბათ ჩვენთვის იმიტომ რომ თბილისში ყველამ კარგად იცით მაგასთან დაკავშირებით რაც ხდება რა. გარეთ როგორც ხედავთ, კაი თოვა დაიწყო. იმედია გზები არ გადაიკეტება და ისპანამდე ჩავალთ, იქით მე მგონი არ იქნება თოვა და იქით მარტივად გავაგრძელებ გზას და რა თქმა უნდა შეგახსენებთ რომ მთელი ამ მოგზაურობის სპონსორია კომპანია მაქსვინი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ამ ვიდეოს დალაიქება და კომენტარები რა თქმა უნდა. დიდი მადლობა დროებით და გელოდებით გაზაფხულზე კიდევ მეც ჩამოვალ და თქვენს გელოდებით საქართველოში აუცილებლად. ისპაანისკენ მივდივართ და მოკლედ ერთ პატარა ქალაქში გავჩერდით ეხლა რა ერთ ახლობელთან შემოიარა და აი სრულიად შემთხვევით მეგობრებო ქართული წარწერა მანქანაზე. ახვამდის და ბორჯღალი. აი ეს არის ირანში მოგზაურობა ყველა ფეხის ნაბიჯზე საქართველოს და ქართული წარწერები. აბა მოგენაცვალი. კარგი კაცი ხარ. ნომახარ, ნომატარი. რა ის კინოსი გასაკეთე? ქართველებს მინდა რომ ვაჩვენო აქ როგორ ცხოვრობენ ქართველები ფერეიდანში. აჰა. რა საქმიანობენ. ეს საქართველოს დროშაც იყიდება. აქაც რა თქმა უნდა ჩაის გარეშე როგორ წავალთ ახლა და ჩაის დავლოს დავისვენებ და მე გავაგრძელებთ გზას. როდ მექნება? მოშ ეს მოგწეროს. ყველაზე იყო. ეგოთა. კარგი არა. წავედით, გავაგრძელეთ გზა და აი ესეთი საჩუქარი მივიღე. ესეთი სტიკერი მაჩუქა ბატონმა ილია. მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე მეგობრებო, საკმაოდ სუფთა და კარგად გამოიყურება ყველაფერი როგორც ხედავთ. მოკლედ დაახლოებით 9 საათში გავა ჩემი ავტობუსი და ქალაქ შირაზამდე დაჭირდება. როგორც მითხრეს 5 საათი, 4 საათი 9, ასე რომ დღეს საღამოს უკვე ქალაქ შირაზში ვიქნებით და იმედია მოვასწრებ დღესვე გარეთ გასვლას და ქალაქის დათვალიერებას. დავჯექი ავტობუსში მეგობრებო, საკმაოდ სუფთა და კარგად გამოიყურება ყველაფერი. გარეთ წვიმს რაც ძალიან მანერვეულებს რომ შირაზშიც იმედია წვიმა არ იქნება, მაგრამ როგორც ვნახე არ უნდა წვიმდეს წესით, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ ჩავიდეთ და ვნახოთ.
ტრადიციული პატარა შესვენება მეგობრებო. დაახლოებით 2 საათი არის, 2 საათნახევარია მოვდივართ, ერთი ამდენი კიდე გასავლელი გვაქვს. სხვათა შორის საკმაოდ მოწესრიგებული არის ეს დასასვენებელი ადგილები, სისუფთავე არის, ძალიან ბევრი რაღაც იყიდება, მოკლედ შიგნით დაგათვალიერებინებთ, იმიტომ რომ გარეთ ძალიან ცივა. აი, აქეთ ნახეთ როგორი ლამაზი დასაჯდომები არის. დასასვენებელი. აი, ნახეთ რა სუფთად არის ყველაფერი მოწესრიგებული და საკმაოდ დიდი არჩევანია. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ქალაქი შირაზი და გზას დაჭირდა დაახლოებით 7 საათი, როცა მეგონა რომ დაჭირდებოდა 5 საათი. მოკლედ მთელი დღე არის გზაში ვარ, აქ არის უკვე 10 საათი, ასე რომ რავი, ერთი სული მაქვს სადმე დავბინავდე და დავისვენო და რავი, ხვალიდან მოკლედ დავათვალიერებთ საინტერესო ადგილებს. აი მარჯო. გაუმარჯოს. არა. არ აქციო. არ არის იცივე. მოვედით სახლში, ცოტას დავისვენებ, ახლა მოვწესრიგდები. ხვალინდელ გეგმებს რაც შეეხება, მოკლედ ხვალ რამოდენიმე საინტერესო ადგილი მაქვს შერჩეული, ერთ-ერთი არის პერსეპოლისი და მერე უკვე მოვემზადები ფრენისთვის, იმიტომ რომ ხვალ ღამე, ანუ ზეგ გამთენიისას არის ჩემი ფრენა და მივფრინავ სტამბულისკენ და მოკლედ ხვალინდელი დღე საინტერესოდ უნდა გავატაროთ რა. 20 წელი ეკავარ, 20 წელია. იოსელიანები არიან და პირველი იოსელიანი ვინც გამახსენდა, რა თქმა უნდა, ჯაბა იყო და მაგაზე უთხარი მოკლედ რა. მოვიდეს. ჯაბა. მოკვდა უკვე. მე ისეთ ქვეყნებში მოგზაურობ, ინდოეთი, პაკისტანი, ნეპალი, ბანგლადეში. დასუხარ? ბანგლადეშ, პაკისტან. გინჯარა. არა. რადგან წელი გაქვს? 33. 33. 33, ვისთვის ეს არის? ლაპტოპი აქვს, გინდა? არა, მაქვს. გაქვს? კი. მიგე მან ხოდემ დარა. Ge yani hamak. Agir ამზადებს საჭმელს ჰუსეინი. My friend Hussein. იოსელიანი არის, უბრალოდ ქართული კარგად ესმის, მაგრამ თვითონ უჭერს ლაპარაკი. ესმის. Hello. და ისე არ დამაძინეს, მოკლედ საჭმელი უნდა გაჭამოთო და აგერ ველოდები. აი, ესე გამოიყურება ჩვენი სუფრა. აი ესე მეგობრებო, ფაქტობრივად ჩვენი ბოლო დღე არის. ხვალ ღამე უკვე ფრენა მაქვს და დაახლოებით 12 საათზე მომიწევს აეროპორტში წასვლა ღამის, იმიტომ რომ სადღაც 3 საათი არის ფრენა. და ვფიქრობ, რომ მოგზაურობა გავაგრძელო თურქეთში, სტამბულში და ნახოთ, იმედია საინტერესო ვიდეო გამოვა. არ ვიცი, დიდი ხანი არ ამგონია დავუჩერდე, მაგრამ ერთ საინტერესო ვიდეოს იქიდანაც შემოგთავაზებთ. დღევანდელი დღე ამით დამთავრდა. ამას გემრიელად შევჭამ ახლა რა თქმა უნდა და ხვალდილი დაგიბრუნდებით. დილამშვიდობის მეგობრებო, გათენდა კიდევ ერთი საინტერესო დღე ირანში. აი ესეთი ოთახი მერგო გუშინ ღამე აქ მეძინა. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ახლა გავალ, ვისაუზმებ და პირველ რიგში დავათვალიერებ პერსეპოლის, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 60 კილომეტრში არის, ხოლო მერე უკვე დავათვალიერებთ ქალაქ შირაზის ისტორიულ ნაწილს. Oşe sabzi. Sangak berberi. Test. Like no test. Okay. აბა ჯერ გავსინჯოთ როგორია. ესეც უნდა მოვასხათ.
კარგია, მე მგონი იმას გავს ცოტა პირველ დღეს რო ჩამოვედი აქ. მე და ბატონმა მერაბმა გავსინჯეთ. რაღაცით გავს იმას. აჰმედი თურმე მართლა შეფი ყოფილა აქ მუშაობს თურმე და მე მეგონა რომ ხუმრობდა გუშინ რომ გააკეთა საჭმელი და თურმე მართლა შეფი ყოფილა. اینو درست نکردی این آماده است سوپرمارکت is buy buy آش سبزی you buy my father okay let's go buy მაღაზიაში ვიყიდეთო რა ანუ მაღაზიაში იყიდება ეს კერძი გამოვედით ახლა დავიძრებით ნელ-ნელა პერსეპოლისისკენ დაახლოებით 1 საათში იქ ვიქნებით და კლიმატში რამხელა განსხვავება არის ნახეთ დაახლოებით 400 კილომეტრში არის ეს ქალაქი იქიდან სადაც ჩამოვედი და აქ ცხელა ზაფხულია ჩვეულებრივ ხამე სიგრილე იყო გუშინ მაგრამ დღეს ძალიან სიცხე არის წავედით ახლა დავათვალიეროთ პერსეპოლისი და თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ამ ვიდეოს დალაიქება და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კომენტარების დაწერა მოვედით მეგობრებო ეს არის უძველესი ანტიკური ქალაქი პერსეპოლისი რომელიც იყო აქემენდითა იმპერიის უძველესი დედაქალაქი ეს ქალაქი მდებარეობს შირასთან ახლოს დაახლოებით 60 კილომეტრში ეს ქალაქი დაარსა მეფე დარიოს პირველმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში ასევე ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება რაც იყო წარმოადგენდა სადღესასწაულო ცენტრს და ამ ქალაქში იმართებოდა მრავალი სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღესასწაული ასევე რა თქმა უნდა ეს ქალაქი გამოირჩევა თავისი უძველესი არქიტექტურით, ამ უძველესი სვეტებით და სხვადასხვა საინტერესო დარბაზებით, რომლებსაც რა თქმა უნდა დავათვალიერებთ. ეს ქალაქი საბოლოოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 330 წელს ალექსანდრე მაკედონელმა გაანადგურა, ვინ თუ არა ალექსანდრე მაკედონელი იზავდა მაგას და დღესდღეობით რაც არის შემორჩენილი ეს ყველაფერი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში და ითვლება ირანის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სანახაობად. სიმართლე გითხრათ არც ისე ბევრი რამე არის შემორჩენილი თუ შევადარებთ ეგვიპტეს იქ აუც თითქმის ხელუხლებელი იყო ზოგი ადგილი შემორჩენილი აქ ძალიან ბევრი ნანგრევები არის ესენი ჯერ კიდევ არის შემორჩენილი აი ესე არის მეგობრებო უბრალოდ ნანგრევები ყრია და სულ ეს არის რაც არის შემორჩენილი დიდი იმედი მაქვს რამე უფრო საინტერესოც იქნება, რამე უკეთესადაც იქნება შემორჩენილი და ვნახოთ აბა. აი ამ ტერიტორიაზეც მთლიანად დიდი სასახლე იდგა. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემორჩენილი კედელი. ჭარი ესე. ჭა? ჰა, ჭა. ჭა ყოფილა თუ? წყალი იყო? წყალი. ეს. წყალია, ჭარი, წყალია. ჭა ყოფილა მეგობრებო. აი თქვენ ახლა ჩემზე კარგად ხედავთ, იმიტომ რომ აქედან არ ჩანს არა. ეს წყალი ყოფილა რომ 26 მეტრი ყოფილა ამ ჭის სიღრმე. მე მგონი ბევრია, თქვენ რა სიტყვით? ფაზლა ხოდნა. მოვადექით კიდევ ერთ მთავარ სანახაობას და ეს არის კლდეში გამოკვეთილი სამარხები და ამ სამარხებში არიან დასვენებული ისეთი მეფეები, როგორიც იყვნენ დარიოს პირველი, ვინც ეს ქალაქი დაარსა და ასევე ქსერქსეს პირველი. ქსერქსე ალბათ ყველას გაგიგონიათ და
მოკლედ მათი შთამომავლები. ეხლა შევიდეთ და ვნახოთ შიგნით რა ხდება და ყველაფერი დავათვალიეროთ. ოპა, აი ყველაზე ნაკლებად რასაც მოველოდი, ეგ მოხდა. დაკეტილია მეგობრებო. სამწუხაროდ მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ არც თუ ისეთი გამორჩეული სანახაობა არის, იმიტომ რომ როცა ესეთ ადგილას მოდიხარ, მგონია რომ ბევრი ადგილი რო იყოს უფრო შემორჩენილი სანახავად, უფრო კარგად შეიგრძნობდი ადგილობრივ ატმოსფეროს და იმ ისტორიას. როგორც მაგალითად ეგვიპტეში არის, სადაც მიდიხარ, ყველგან მაქსიმალურად კარგად არის შენარჩუნებული და შემონახული. რასაც აქ ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ძირითადად ნანგრევები არის. ამ ყველაფრის ისტორია კარგად უნდა იცოდე, რომ უფრო მოგეწონოს მერე აქ მოგზაურობა და აქ ყოფნა რა. ჩემი აზრი ესეთი არის. წავიდეთ ახლა და გავაგრძელოთ გზა. ასევე მინდა ერთი ინფორმაცია გაგიზიაროთ მეგობრებო, ვინაიდან ბევრი ადამიანი გამოთქვავს სურვილს, რომ არხის განვითარებაში უნდა თავისი წვლილი შეტანა, მოკლედ, რა ვიცი, გადავწყვიტე, რომ დავამატო ვიდეოს აღწერაში დონაციის ლინკი, რამოდენიმე გზა იქნება დონაციისთვის და მოკლედ, რა ვიცი, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ არხის განვითარებისთვის. თუ გინდათ ანონიმურად გააკეთეთ ეს ყველაფერი, თუ გნებავთ თქვენი შეტყობინება გამოუშვით, რომელსაც ყველა ვიდეოში ჩავსვავ ხოლმე მოკლედ დონაციებს და წინასწარ დიდი მადლობა, ვინც დაეხმარებით არხის განვითარებაში. აი, აქეთ შედარებით უკეთესად არის შემონახული ეს ძველი კედლები და ნახატები. მართლა დიდი ტერიტორიაა, ნახეთ. ნელ-ნელა გასასვლელისკენ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ყველა მხარეს გასასვლელი არის და ყველგან გაინტერესებს მერე შესვლა დათვალიერება და მოკლედ აქ ძალიან უყვართ ესე შესვენებები, ჩაის წამოღებული აქვთ მანქანაში, მოკლედ მთელი ეს მოწყობილობები აქვთ და ეხლა უცებ შევჭამთ ხილს და გავაგრძელებთ გზას. დღეს ასევე მოვინახულებ ქალაქ შირაზის ისტორიულ ადგილებს, ასე რომ საინტერესო რაღაცები გველოდება კიდევ წინ. ჩამოვედით მეგობრებო, დავბრუნდი ქალაქ შირაზში და ეხლა მოვედით კიდევ ერთ გამორჩეულ სანახაობასთან. ეს არის საადის მავზოლეუმი. საადი იყო გამორჩეული და ძალიან ცნობილი სპარსი პოეტი და ფილოსოფოსი. არც აქ შემოსვლა არის, რა თქმა უნდა, უფასო და შემოსასვლელ ბილეთში გადავიხადე დაახლოებით $3. პირველი რაც თვალში მოხვდა ესაა პორტოხალი. და იქითაც სხვათა შორის ბევრი არის, თუ დააკვირდებით. ანდით კაცია. აი ეს არის თვითონ საადის საფლავი. ესე გამოიყურება. რა თქმა უნდა, დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ამაყობს ამ ადამიანით აქ და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ყოველდღიურად ამ ადგილის მოსანახულებლად. ეხლა საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ, მე რამდენად გამოვწდი ჩემ თავზე არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმე ჩამოხვალთ და დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ სცადოთ. აი ამ წყალზე ამბობენ, რომ თუ ამ წყალს თავთან დაიდგავ, ნებისმიერი სურვილი შეგისრულდებაო. რამდენად მართალია და რა შეგისრულდება არ ვიცი და არც არავინ მინახავს რომ იქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეთი პატარა ისტორია მომიყვეს ეხა აქ. ელო. გურჯი. Turkey? გურჯი. Gürcistan. Yeah. Okay. YouTube. Ira. Thank you. Thank you. აი როგორც ჩანს ფულსაც ყრიან ამ წყალში, ნახეთ. და ქაღალდის ფულები ყრია სხვათა შორის. ბატონი ალირეზი მიწევს გიდობას და ახოთ აბა სად მივდივართ, არ ვიცი. ხდება აქ. ეს არის წყალიაო. რაც გინდა მე გააკნეათ იქნა გაკეთების. ფული უნდა ჩააგდო? აა. სურვილი ჩავიფიქრე, რომ რაც შეიძლება მალე მინდა რომ ავიდე 50,000 გამომწერზე თქო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იდეები მაქვს თავში და მინდა რომ მალე გაგიზიაროთ და მალე გავუზიარო რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს, ასე რომ ნახოთ რამდენი ხანი დაგჭირდება 50,000-მდე ასვლაში. ვინც არხს იწერთ, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თქვენ. შირაზი ზოგადად გამოირჩევა თავისი კულტურული
ნაწილით და ზუსტად ამიტომაც აქ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და ირანში მიიჩნევა რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი შირაზი არის და ამიტომაც საერთაშორისო აეროპორტიც აქვს და შეგიძლიათ პირდაპირ აქ ჩამოფრინდეთ და აქ ყველაზე კარგად გაეცნობით მოკლედ ირანულსაც, სპარსულსაც და მოკლედ მთელ ამ კულტურას. აბა შეფი რას გვიმზადებს? შეფ. Chicken. Yes? Chicken. Chef. Thank you. დაუბრუნდით სახლში და აი რასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, მთელი გზა არის მოვდივარ და აი ვცდილობ რომ რამე ისეთი დავინახო, რომ აი ქუჩაში რამე ეგდოს ან რაღაცა და მოკლედ ყველგან ისეთი სისუფთავი არის, ისეთი მოწესრიგებულია, რომ მე პირადად ცოტა გაოცებული ვარ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანიც არ მოელოდებოდა თუ ესეთი წესრიგი იქნებოდა ირანის ქუჩებში. მოკლედ შეფმა მოგვიმზადა ეხლა ძალიან გემრიელი საჭმელი და ეხლა განახევთ რაც გააკეთა. აი ესე გემრიელად გამოიყურება. მოკლედ ბრინჯი აქ არის მთავარი საჭმელი. What is this? Alucha. ყემალი. აlucha. საქართველოშიც alucha ქვია. ყემალი. ებატო. სპარსულათაც alucha არის ეგ. აlucha. ყემალია, ყემალია. გემრიელია. აი. ნუშუჟუ. მოკლედ ახლა შევჭამთ და მე უკვე გავაგზავნებთ დღეს გავალ ბაზარს დავათვალიერებ და ბაზრიდან არ ვიცი ზუსტად, მაგრამ სავარაუდოდ უკვე დრო იქნება რომ აეროპორტში წავიდე და მოვემზადო ნელ-ნელა ფრენისთვის. ვინც ინსტაგრამზე თვალს ადევნებთ ჩემ მოგზაურობას, გეცოდინებათ რომ აქედან მივდივარ სტამბულში. ვინც არა და აი ძალიან დაგვიანებით გაიგეთ, ასე რომ ინსტაგრამზე გამოწერილი ყავდეთ რომ ბევრი საინტერესო რაღაცეები პირველებმა თქვენ გაიგოთ ხოლმე. მეგობრებო, ეხლა ფარული ჩანაწერი არის. არ უნდა დამინახონ რომ ვიღებ. მოკლედ ბარათზე რაც მქონდა ფული თითქმის არ დამიხარჯა, $300 ირანული ფული ვიყიდე. რა ქვია, რეალი. ირანული რეალი ვიყიდე და მოკლედ თითქმის არ დამიხარჯავს და ამიტომ ისე უკან უნდა გადავახურდაოთ, ან უნდა გამოვიტანო ბარათიდან და პრობლემა ის არის რომ 2,5 მილიონზე მეტი ვერ გამოგაქვს დღეში და $300 არის 24 მილიონი. მოკლედ აი ეს პატარა პრობლემა არის მოსაგვარებელი და ეხლა გადასულები არიან. მე აქეთ ველოდები, თორე ჩემი ხმა რო გაიგონ და კამერა რო დაინახონ, შეიძლება საერთოდ აღარც დაახურდაონ და რაღაც პრობლემები შეგვექმნას. ხო და ამიტომ ესე ჩუმად ვარ აქეთ. დავახურდავე მეგობრებო, მოვრჩი მოკლედ მთელ ამ პროცედურებს 1 საათზე მეტი ვიდექით მოკლედ და ძალიან რთული პროცესია რო იცოდეთ, ასე რომ გაითვალისწინეთ. და კიდე დიდი ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ აქ ყველა კუპიურას თავისი ფასი აქვს რა, მაგალითად $100-იანი შედარებით უფრო იაფი ღირს და თუ გინდა იყიდო მაგალითად $5 ან $10, ეს უფრო ძვირი ღირს, იმიტომ რომ ბაზარზე ცოტა არის და უფრო დიდი ფასი აქვს რა. აი ესეთი რაღაცეები ხდება ირანში, რომ იცოდეთ, გაითვალისწინეთ. აი ეს ულამაზესი ციხესიმაგრე უნდა გაჩვენოთ ახლა მე თქვენ. ადგილი, სადაც ახლა მოვედი, ეს არის მეფე ქარიმ ხანის სასახლე, რომელიც აშენდა 1776-1779 წლებში. ეს ციხე ასრულებდა როგორც ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე მეფის პირადი რეზიდენციის როლს. რა თქმა უნდა, ეს ციხესიმაგრეც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ხოლო დღესდღეობით ამ ციხის დანიშნულება არის უბრალოდ ტურისტული მიზნები. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ამ ციხესიმაგრის მოსანახულებლად, მათ შორის ადგილობრივებიც, ჩამოსული ტურისტებიც და აქ შემოსასვლელ ბილეთში გადავიხადე დაახლოებით $10 და ეს ციხესიმაგრეც შირაზის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა არის, ასე რომ თუ ამ ქალაქში ჩამოხვალთ, ეს ციხესიმაგრეც აუცილებლად მოინახულეთ. ესე ვინმე ოროსებია. ესე ფეხსამოსებია. აი ეს მზადდება. ეს აკეთებს ფეხსაცმელი. ეს ყადიმანი ფეხსამოსებია. ასე იგი აზინავი ვიარში დაშკომი. კახე ეს არის.
აქეთ უკვე ხისგან მზადდება სხვადასხვა რაღაცები და რა თქმა უნდა ნარდი რო არ მენახა ძალიან გამიკვირდებოდა. შახმატი ასევე. ესეც სუვენირების მაღაზია, განსაკუთრებული არაფერი. მეგობრებო, ბატონი ალირეზი აი ცოტა განსხვავებულად ლაპარაკობს. ისედაც ძველ ქართულ სიტყვებს ხმარობს რა და თან ქართული ყველაზე მეტად უჭირს ახლა როგორც დავაკვირდი და ერთმანეთს ვერ ვაგებიებთ ვერაფერს. ჩემი არ ესმის, მე იმის არ მესმის და თან რაღაც თავისებურად ლაპარაკობს რა. ანუ ისე მელაპარაკება მგონია რომ მეჩხუბება მართლა. ისე მელაპარაკება რა და აი თქვენს დააკვირდით. მაგრამ აი უკეთილესი კაცი არის მართლა, ანუ ორი დღე არის აი გადამყვა თან მართლა და აი ძალიან კეთილი ადამიანია მართლა, აი უკეთილესი ადამიანია, მაგრამ ლაპარაკი აქ ისეთი რომ აი გეგონება გეჩხუბება რა. ეს ნოა, ესე იჯდა მეფე ალბათ და ისვენებდა თუ რა თავის საქმეებს აკეთებდა. მოკლედ მეგობრებო, რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს ხოლმე არის აი ესე რა, რომ ესეთ ისტორიულ ადგილებს გადააქცევენ ხოლმე ბაზრობად რა. იმის მაგივრად რომ ამ მაღაზიებში რაღაც ისტორიული რაღაცა ფაქტები იყოს, რაღაც სხვადასხვა არქეოლოგიური რაღაცები, მოკლედ გადაქცეული არის მაღაზიებად და ასე შემდეგ რა და ეგეთი რაღაცები მე ძალიან არ მომწონს ხოლმე. დღეს გარეთ რო ვიყავით, თავი ამტკივდა რა და ყავა მინდოდა და ბატონ ალირეს უთხარი რომ მეთქი ყავა მინდა თქო და მოკლედ ანუ მთელი ქალაქი მომატარა ხო ერთად ვერ ვიშოვეთ, ისე შეწუხდა რა, თავი მტკივა თქო რო უთხარი და იმის მერე წარმოიდგინეთ აი მთელი დღის განმავლობაში 1-6-ჯერ მკითხა უკვე რომ თავი აღარ გაღონებს, ანუ გაღონებს ხმარობენ რა აქ და ანუ თავი აღარ ტკივაო რა მაგის თქმა უნდა და აი მოკლედ მეთქი არა აღარ მტკივა, ძალიან მაგარი ადამიანია მართლა. აბანოებია. აბანოები. აბონები. აბონე არგისა. ხო. ეგ რომ მოიჭრე თავი დაიბანე. წავიდეთ ახლა ბაზარში. ბაზარში. ჰაფეზი ვინათა ხიჭა გიყვანო? სად? ბაზარში ყან ჰაფესა. ეგ რა არის? არ გინდაო? რა არის ეგ? ჰაფესთან, ჰაფესი. წავიდეთ. 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 ბაიას ბაზარ. ერთი საქართველოში მოდი ერთი იუსელიანან გიყოთ. მინდა ერთი ნახავყე იუსელიანები. ჩემ რიშევია. იოსელიანებო დაწერეთ. კომენტარები დაწერეთ იოსელიანებმა და აგერ ბატონ ალირეს აინტერესებს იოსელიანებთან გაცნობა უნდა იოსელიანების. უნდა გაიცნახეთ ჩემ სიცხლებიო. გაიხარეთ, გაიხარეთ. გამოეხმაურეთ მეგობრებო. You know? ყვარაცხელია. ჩავატაროთ პატარა მასტერკლასი. ოჩა. გავანებებ თავს სანამ გველესიანს გამოუჩნდა კონკურენტი ირანში. გველესიანი, you know? გველესიანი, you know? Gurjistan. Yeah, Gurjistan. You know Gvelesiani? Football player. Yes, yes. Gvelesiani. Good? Yes, it's good? Persepolis, Persepolis, yes. Good. No, Yeah. Persepolis. Okay, okay. Persepolis. جان دارم و از سینه برآید نفسم نگذاره که به ახეთ რა ლამაზად არის ყველაფერი მოწყობილი სუფთად. ეს გამოიყურება ბაზრის შესასვლელი მეგობრებო და ახეთ რა ლამაზად არის აქაც მოწყობილი. აქეთაც გასასვლელია მეგობრებო, აქეთაც და აქეთაც. ეკაც ანკა გათავლებს. ეს სონათ კივებია.
აი ესეთი ლამაზი ადგილია პირდაპირ ბაზრის შუაგულში. ხალხი ისვენებს, ეირნობს. ჩემი სუსტი წერტილი ნაპოვნია, გადავედი სუვენირების ყიდვაზე. გავავსებ ახლა ჩანთას და წამოვალ თან ძალიან იაფია და თან ბატონი ალირეზიც მეხმარება ვაჭრობაში და ადგილობრივი ფასებით მაძლევენ ყველაფერს. خوبیه. شاکر شما هستم. خوبی خوشی ارادت دارم. سلام. سلام. یه کارمندی بشوره که کارمند خوب باشه. میری مردمی بیاش بشوره. انشالله. ეს არის ბაზრის ნაწილი, სადაც თვითონ ამზადებენ რაღაცებს რა, ხალიჩებს, ქუდებს და ასე შემდეგ და მაგიტო შემოვედით აქ. გამოვედი გარეთ მეგობრებო და ესეთი ამბავი ხდება, რამდენი ხალხია ნახეთ გარეთ. ნელ-ნელა მაღაზიებიც იკეტება უკვე, ცოტა დაგვიანდა 9 საათი დაიწყო და მეც ნელ-ნელა ეხლა უნდა დავიძრა უკვე, მოვემზადო და მერე წავალ აეროპორტში. Thank you, my friend. Thank you. So much. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ბატონო ანგინეს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მოდი. კიდე მაშინ დიდარი უნდა ვნახო. კიდე ჩამოვა. ხო. თქვენც ჩამოდით საქართველოს. ხო. Come to Georgia. ვაშა. შენ ჩავი. Thank you for everything. რამე არ გინდაო? არაფერი, არა. დაველოდები და Elafes, goodbye. Bye. My poem is اگر اتفاق افتاد مگاسوز زنگ بزن. مگاسوز no. شماره تلفن منو بشه. Okay. Come here in. چه شماره تلفنی منه؟ چه شما؟ Call I know. Okay. აი ესეთი ხალხია მეგობრებო. ესეც ასე მეგობრებო, გამოვიარე ყველა შემოწმება და ტრადიციულად ახლა შევაფასებ ირანში მოგზაურობას. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ თავიდან ბოლომდე ეს მოგზაურობა საბოლოო ჯამში ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელს ვამბობდი, ან ძალიან ბევრი ადამიანის გასაკეთებელს ვაკეთებდი და რაღაცნაირად მოგზაურობაზე უფრო მეტად იქცა ჩემთვის და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის მთლიანად მთელი ეს მოგზაურობა თავიდან ბოლომდე და განსაკუთრებით აი ფერეიდანში გატარებული ეს 2 დღე მთელი ცხოვრება რომ ემახსოვრება ისეთი მოგზაურობა იყო. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ქართველს ვინც ჩართული იყო ამ მოგზაურობაში და მართლა წინასწარ საერთოდ არაფერი არ მქონდა დაგეგმილი, აი გზადაგზა ხდებოდა ეგ და ერთი რო გაიგებდა რომ აქ საქართველოსდან ვინმე იყო ჩამოსული, მეორეს გააგებიებდა მესამეს, მეოთხეს და მოკლედ აი ესე ჩაერთო მთელი ფერეიდანი, არ ვიცი, აი ყველა ისე გვერდში დამიდგა რომ მართლა აი წარმოუდგენელი არის და ძალიან დიდი მადლობა ყველას. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, აქ რავი რა უნდა ვთქვა, სასტუმროში ფული არ დამიხარჯავს, საჭმელში ფული არ დამიხარჯავს, თუ რამოდენიმეჯერ გადავიხადე, ალბათ ისიც აი ძალიან ცოტა და ну ყველაზე მეტი რაც დამეხარჯა იყო ფრენა. ვინც აპირებთ აქ ჩამოსვლას ან გეგმავთ მოკლედ მოგზაურობას ფერეიდანში ან ირანში არ აქვს მნიშვნელობა, თბილისიდან თეირანამდე არის პირდაპირი ფრენა და ღირს დაახლოებით $100. ხოლო უკან დასაბრუნებელი ბილეთი მე მაქვს ქალაქის შირაზიდან და მივფრინავ ჯერ სტამბულში, მერე საქართველოში და უკვე იცით რომ სტამბულში რამოდენიმე დღე დავრჩები. კიდე ერთი რამე მინდა დავამატო. მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში ვინც ინსტაგრამზე თვალს მადევნებდით, ფაქტიურად ჩემთან ერთად იყავით და ძალიან ბევრ საინტერესო სტორებს უყურებდით. ხოლო ვისაც გამოწერილი არ ყავდით ინსტაგრამზე, ძალიან ბევრი რამე გამოტოვეთ, ასე რომ შემდეგი მოგზაურობიდან რომ ბევრი საინტერესო სტორები არ გამოგჩეთ, აუცილებლად გადადით ეხლავე და გამომყევით ინსტაგრამზე. მოკლედ ჩვენი ირანული მოგზაურობა აქ დასრულდა. მე ვაგრძელებ მოგზაურობას თურქეთში.
დიდი მადლობა, ვინც ამ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იყავით, თვალს მადევნებდით და შევხვდებით თურქეთიდან.